ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის კორექტირებაზე მუშაობს. ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ცვლილება არ იმოქმედებს ლარზე უწყების ხელმძღვანელის განცხადებით შემცირდება მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯი და ეს არ შეეხება სოციალურ პროექტებს. განცხადებას აკეთებს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალი დადებითად აფასებს ეროვნული ბანკის და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობას. ჩვენი თავარი ამოცანაა, რომ სტაბილურად მოხდეს ლარის გამყარება და იყოს სტაბილური ფინანსური გარემო. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ის ვერ იქნება 5%, იქნება სამწუხაროდ გაცილებით დაბალი, მაგრამ ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა ბიუჯეტის გადახედვაზე. ჩვენ დავინახეთ მძიმე კრიზისი რუსეთში, ასევე უკრაინაში. რუსეთში კრიზისი უკრაინასთან არსებულმა კონფლიქტმა გამოიწვია. შესაბამისად, იქ წარმოიქმნა პრობლემები გაცვლით კურსთან დაკავშირებით. იგივე სიტუაცია გვაქვს უკრაინაში. ამიტომ ეს რაც დაემართა ქართულ ლარს იყო მოსალოდნელი. პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 3%-ს გადააჭარბა, რაც გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე თურქეთში. ასე რომ მთლიანად რეგიონის სხვა ქვეყნების ფონზე საქართველოს საკმაოდ გამოირჩევა.